ტრამპმა ირანთან კრიზისი ახალ დონეზე აიყვანა და ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობა კვლავ ძლიერად გაიზარდა. ამერიკის ბრძანებამ, რომელიც რეგიონში გაჩერებული გემების გაძღოლას ეხებოდა და რომელიც ამ ორშაბათის 2026 წლის 4 მაისის წინადღეს გამოცხადდა, დიპლომატიური დაპირისპირება ღია საზღვაო ოპერაციად გადააქცია. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სუს გაათავისუფლოს გემები და დაიცვას ეკიპაჟები. თეირანი პასუხობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა ირანის ნებართვის გარეშე სამხედრო პროვოკაციად ჩაითვლება. ისრაელი კი ამ სიტუაციაში უკვე ემზადება დაპირისპირების ახალი ეტაპისთვის. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. ოპერაცია კლასიკურ ესკორტს არ გავს. თითოეულ სატვირთო გემს სამხედრო ხომალდი ახავს. ეს ალბათ კონტროლირებადი გასასვლელი დერეფანია, რომელსაც გარშემო ძლიერი სამხედრო ძალა იცავს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაციას მხარს უჭერს 15,000 სამხედრო ასზე მეტი სახმელეთო და საზღვაო თვითმფრინავი მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ესმინეცები, დრონები და საბრძოლო ხომალდები. მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ამ სამხედროებიდან შევა უშუალოდ ჰორმუზის ზონაში და რამდენი დარჩება ბაზაზე. გემებზე, სარდლობის ცენტრებზე და საჰაერო მხარდაჭერაზე. ლოგიკა მდგომარეობს ოპერაციის ფენებად დაყოფაში. პირველ რიგში სავაჭრო გემები იღებენ მარშრუტის და კომუნიკაციის ინსტრუქციებს. შემდეგ ისინი სამხრეთით მდებარე მარშრუტს მიყვებიან ომანის წყლებში ჰორმუზის გაძლიერებული უსაფრთხოების ზონაში. ამავე დროს თვითმფრინავები, დრონები და რადარები აკვირდებიან ირანულ სწრაფნავებს, ნაღმებს, სანაპირო რაკეტებს და რევოლუციური გვარდიის გადაადგილებებს. დასასრულს გამანადგურებლები და სხვა ამერიკული გემები მზად არიან რეაგირებისთვის, თუ ბლოკირების, აბორდაჟის ან თავდასხმის მცდელობა იქნება. ანუ დონალდ ტრამპს არ ჭირდება თითოეულ სატვირთო გემში ჯარისკაცის ჩასმა. ის იყენებს ამერიკულ ძალას დამცავ ქოლგად, ცაში მეთვალყურეობას, ზღვაში საზღვაო ძალების ყოფნას, კომუნიკაციას ომანის ხელისუფლებასთან და მყისიერი პასუხის მუქარას ნებისმიერი ირანული ჩარევის შემთხვევაში. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ ზუსტად არ დააკონკრეტა რა სახის დახმარებას გაუწევს, თუმცა დაასახელა შესაძლო ვარიანტებად დესტროიერები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15,000 სამხედრო. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სარდლობა Project Freedom-ის მხარდასაჭერად საუბრობს საბრძოლო გემებზე, დრონებსა და თვითმფრინავებზე. პრაქტიკაში თუ სამხედრო ლოგიკით ვიმსჯელეთ, ოპერაცია ალბათ 3 ჯგუფად დაყოფს რესურსებს. პატარა ჯგუფი უფრო ახლოს დარჩება სავაჭრო გემებთან, რადიოთი კოორდინაციას, მარშრუტსა და იდენტიფიკაციას განახორციელებს. ეს შეიძლება მოიცავდეს საპატრულო გემებს, ვერტმფრენებს, დრონებს და კავშირის ჯგუფებს, მაგრამ არა აუცილებლად დიდ დესტროიერებს მუდმივად სატვირთო გემების გვერდით. მეორე ჯგუფი დაფარვის პოზიციაში რჩება, სადაც მყოფი მართვადი რაკეტების დესტროიერები საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინააღმდეგ დაცვისა და ზღვის სამიზნეების წინააღმდეგ რეაგირების უნარს ფლობენ. ეს გემები ირანისთვის პირდაპირი გაფრთხილებებაა, რომ ირანული თავდასხმის მცდელობა შეიძლება ამერიკის საზღვაო ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მესამე ჯგუფი უფრო მოშორებით მოქმედებს ბაზებსა და საჰაერო პლატფორმებზე, სადამკვირვებლო თვითმფრინავებით, სათვავის შევსების თვითმფრინავებით, გამანადგურებლებით, სადაზვერო დრონებითა და სარდლობის ცენტრებით, რომლებიც თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან. აღნიშნული 15,000 სამხედროიდან უმეტესობა სავარაუდოდ ვიზუალურად არ გააცილებს გემებს სრუტეში, არამედ მთლიან ოპერაციას უზრუნველყოფს. დაზვერვა, ტექნიკური მომსახურება, საჰაერო თავდაცვა, ლოგისტიკა, პილოტები, ტრანსპორტი, ეკიპაჟები, დრონების ოპერატორები, კავშირი, საზღვაო ჯგუფები და სარდლობა. ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი ძველ მარშრუტებზე ნაღმების საფრთხეა. ამიტომაც არის რეკომენდაცია გამოიყენონ ომანის წყლები და თავიდან აიცილონ ტრადიციული საშიშად მიჩნეული მარშრუტები. ეს არის გააზრებული ზეწოლის ოპერაცია. სავაჭრო გემები უფრო დაცულ მარშრუტს იყენებენ, მაშინ როცა ამერიკული სამხედრო ძალები მზად არიან, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ნებისმიერი ქმედება უფრო მკაცრი პასუხის საბაბად აქციონ. ირანმაც იგივე ტონით უპასუხა. ირანის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ჯასკის მახლობლად ამერიკულ გემს გაფრთხილება მისცეს და აღნიშნეს, რომ წინასწარი კოორდინაციის გარეშე უცხოურ სამხედრო ძალებს არ მიიღებენ. ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უარყო ირანული ცნობები ამერიკულ გემზე თავდასხმის შესახებ, ხოლო Reuters-მა განაცხადა, რომ ვერ შეძლო თეირანის ვერსიის დამოუკიდებლად გადამოწმება. მიუხედავად ამისა, ეს შემთხვევა აჩვენებს რისკის მასშტაბს.
საკმარისია ერთი არასწორი გათვლა, არასწორად წაკითხული ბრძანება ან ხომალდის რამდენიმე კილომეტრის წინ წაწევა, რომ დაძაბულობა პირდაპირ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამავე დროს დონალდ ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეირანის მიერ გაგზავნილი წინადადება მას არ მოეწონა. ირანმა წარადგინა 14 პუნქტიანი გეგმა, რომლითაც ცდილობდა ზეწოლის შემსუბუქებას. მათ მოითხოვეს ამერიკული ძალების ირანის გარშემო გამოყვანა, ბლოკადის დასრულება და გაყინული აქტივების განთავისუფლება. კომპენსაციების გადახდა, სანქციების მოხსნა და ჰორმუზის სრუტისთვის ახალი ფორმულის შემუშავება. თუმცა ვაშინგტონი უარყოფს ჰორმუზის სრუტის გახსნის გამოყოფას ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამებისგან. დონალდ ტრამპისთვის აზრი არ აქვს ზეწოლის შეჩერებას თუ რეჟიმი კვლავ იყენებს სრუტეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ტრამპს სურს სტრატეგიული კაპიტულაცია და არა უბრალოდ პაუზა, რომ რეჟიმმა ამოისუნთქოს. ისრაელი ყურადღებით აკვირდება თითოეულ მოძრაობას. ისრაელის მედიასთან დაკავშირებული ცნობების მიხედვით, უსაფრთხოების უწყებები უკვე ემზადებიან კონფლიქტის განახლების შესაძლებლობისთვის, თუ მოლაპარაკება ჩაიშლება. მე-12 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი განიხილავს სცენარებს, სადაც ამერიკა ირანის ენერგეტიკის, გაზისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ახალ იერიშებს მიიტანს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი ბრედ კუპერი უნდა წარუდგინოს ტრამპს სამხედრო ვარიანტები, მათ შორის მოკლე და ძლიერი იერიშები ირანის რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ისრაელის სიხარული ღია განცხადებაშიც კი გამოჩენა არ ჭირდება, რომ შესამჩნევი იყოს. ის ჩანს მზადდებაში, სამხედრო კოორდინაციაში და იმ შეფასებაში, რომ ირანი ისეთ დაღლილობის წერტილამდე მივიდა, რომელიც შესაძლოა ვეღარ დამალოს. საზღვაო ბლოკადაც ირანის ბიუჯეტს აზიანებს. ანადოლუს რეპორტაჟის მიხედვით, რომელიც პენტაგონის შეფასებას ეკრდნობა და თავდაპირველად აქსიოსმა მოიყვანა, ამერიკული ბლოკადის შედეგად ირანმა დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა ნავთობის შემოსავლებიდან. სხვა რეპორტაჟში აღნიშნულია ათეულობით გაჩერებული ნავთობის ტანკერი და მილიონობით ბარელი, რომლის გატანაც ვერ ხერხდება. სამხედრო მიმართულებით ვაშინგტონი აჩქარებს მზადებას. შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა 8.6 მილიარდი დოლარის იარაღის გაპიდვა ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებისთვის, მათ შორის ისრაელისთვის, ყატარისთვის, ქუვეითისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ საგანგებო ვითარების დასაბუთება გამოიყენა, რათა დააჩქარა გადაცემები კონგრესის ჩვეულებრივი განხილვის გარეშე. ამ ტიპის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ თეთრი სახლი კრიზისს არ აღიქვამს როგორც დროებით ხმაურს. როდესაც საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და დაცვის სისტემები პაკეტში შედის, ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ელოდება ირანის რეაქციას და სურს, რომ მისი მოკავშირეები მზად იყვნენ. ევროპას კიდევ ერთი საკითხი აწუხებს: ამერიკული ჯარების გადაადგილება. პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მომდევნო თვეებში გერმანიიდან დაახლოებით 5,000 ჯარისკაცი გაიყვანება ტრამპსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის ირანთან ომთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე. ნატომ განმარტებები მოითხოვა და ევროპელმა ლიდერებმა უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ტრამპისთვის გზავნილი პირდაპირია, ვინც ვაშინგტონს თეირანზე ზეწოლის დროს არ ეხმარება, ვერ უნდა ელოდოს ამერიკულ დაცვას პოლიტიკური ფასის გარეშე. გერმანიიდან ეს გამოყვანაც ევროკავშირის მიმართ გზავნილს შეიცავს. წლების განმავლობაში ბევრი ევროპული დედაქალაქი შეეჩვია ამერიკული სამხედრო ქოლდის იმედად ყოფნას, მაშინ როცა ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა. ეხლა როცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ყურადღებას რესურსებსა და საბრძოლო მასალას ითხოვს, ტრამპი ამერიკულ სამხედრო ყოფნას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. შედეგად ნატოში განგაშის განცდაა. ომი ირანთან მხოლოდ ჰორმუზს არ ეხება. ის არღვევს უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში დასავლეთი შეინარჩუნა. ზეწოლა ამერიკის კონგრესზეც იზრდება. დემოკრატების ნაწილი დონალდ ტრამპს ადანაშაულებს ომის გაჭიანურებაში ღია დებატის გარეშე და ამჟამინდელ რისკს ადარებს ამერიკის ძველ შეცდომებს ხანგრძლივ კონფლიქტებში. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულ სამხედრო ოპერაციებში ჯერ კიდევ აძლევს მას მოქმედების საშუალებას. პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო მაღალი იქნება პოლიტიკური ფასი შეერთებულ შტატებში. ძვირი ნავთობი, ნერვიული მოკავშირეები, გადაყვანილი სამხედროები და შეჩერებული მოლაპარაკებები შეიძლება ძალის დემონსტრაციაში და გამოფიტვად აქციოს. მიუხედავად ამ რისკისა, დონალდ ტრამპი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ ახლა უკან დახევა უარესია. თუ შეერთებული შტატები დათანხმდება ირანის წინადადებას ჰორმუზის რეალური გახსნისა და სამხედრო პროგრამაზე გარანტიების გარეშე, თეირანი შეძლებს ეს პაუზა გამარჯვებად გაყიდოს.
ეს გააძლიერებდა რევოლუციურ გვარდიას, მისცემდა დროს მარაგების შევსებისთვის და მსოფლიოს არჩვენებდა, რომ გლობალური მარშრუტის დაბლოკვა შეიძლება დათმობებს გამოიწვევს. ამიტომაც ამ კაცრებს თეთრი სახლი პოზიციას. რევოლუციური გვარდია ამ გათვლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ ჯგუფს ღრმა გავლენა აქვს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და რეგიონულ ძალებზე, რომლებიც ირანს უკავშირდება. ბევრი ანალიტიკოსისთვის გვარდია ომს მხოლოდ საფრთხედ არ აღიქვამს. ის ასევე შეიძლება აღიქვამდეს დაპირისპირებას, როგორც გზას ქვეყნის მობილიზებისთვის, შიდა ზეწოლების ჩასახშობად და ეკონომიკური მსხვერპლის გასამართლებლად. როდესაც რეჟიმი ინფლაციას, შემოსავლების შემცირებას და სოციალურ ზეწოლას აწყდება, გარე დაძაბულობა პოლიტიკურ ფარად იქცევა. მაგრამ ეს ფარი შეიძლება მახედ იქცეს, თუ ამერიკული შეტევები გაძლიერდება. ყველაზე ძლიერი ისტორიული პრეცედენტი 1988 წლიდან მოდის, ოპერაცია პრიმანსის დროს. იმ წელს მას შემდეგ, რაც ამერიკული ფრეგატი სპარსეთის ყურეში ნაღმა დააზიანა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ირანულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, მათ შორის სამხედრო დანიშნულების პლატფორმებზე და ირანის საზღვაო ძალების ხომალდებზე. ოპერაცია მაჩვენა რეგიონის ძველი წესი. როდესაც თეირანი პირდაპირ უპირისპირდება ნავიგაციის თავისუფლებას და სპარსეთის ყურეში ამერიკის ინტერესებს აზიანებს, ვაშინგტონი შეიძლება უპასუხოს. Força naval rápida. ამჟამინდელ შემთხვევაში იაპონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და სხვა ქვეყნები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე არიან დამოკიდებული ენერგიის გადასატანად და კონტრაქტების შესანარჩუნებლად. ეს ამტკიცებს, რომ როდესაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტზე ზეწოლა ხდება, ომში ჩართვა არამსურველი ქვეყნებიც კი კრიზისში ექცევიან. სავარაუდოდ უფრო მოწინავე სისტემების გამოჩენა ზრდის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. რეპორტაჟები მიუთითებენ, რომ ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ რეგიონში ჰიპერსონიკული სისტემის დარქიგლის გაგზავნა მოითხოვა, როგორც შორმანძილზე მოქმედი ვარიანტი ირანში რთული სამიზნეების წინააღმდეგ. აქ მთავარი არა მხოლოდ თვითონ იარაღია, არამედ პოლიტიკური გზავნილი. როდესაც ვაშინგტონი ესეთი დონის რესურსების გამოყენებას განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ კრიზისის მართვა არ სურს, არამედ ირანს უნდა მოუსპოს შესაძლებლობა ჩიხი საკუთარი პირობებით გაახანგრძლივოს. სირთულე ისაა, რომ ასეთი მასშტაბის ომი არასდროს რჩება საწყისი გეგმის ფარგლებში. ირანი შეიძლება შეეცადოს პასუხისგაცემა ზღვაში, მოკავშირე მილიციების მეშვეობით, ირიბი თავდასხმებით ან კომერციულ გემებზე ზეწოლით. ისრაელი შეიძლება გააფართოოს მოქმედებები ლიბანში ან ირანის სტრუქტურების წინააღმდეგ. სპარსეთის ყურის ქვეყნები შეიძლება გააძლიერონ საჰაერო თავდაცვა და მოითხოვონ მეტი ამერიკული დაცვა. ევროპას შეიძლება პრეტენზიები ჰქონდეს, მაგრამ ისიც დაზარალდება ძვირი ენერგიით და საბრძოლო მასალის ნაკლებობით. და დონალდ ტრამპს იმავდროულად, როცა ზეწოლას ახდენს თეირანზე, სჭირდება აჩვენოს ამერიკელ საზოგადოებას, რომ ოპერაციას აქვს ნათელი მიზანი და არ გადაიქცევა უსასრულო ომად. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ეს არის, დონალდ ტრამპმა ამერიკის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტის ცენტრში განათავსა. ირანმა უპასუხა მუქარით, ისრაელი ემზადება ომის განახლებისთვის და ბენიამინ ნეთანიახუ ამერიკულ ზეწოლას სტრატეგიულ შესაძლებლობად ავიქვამს. თუ თეირანი რეალურად არ გახსნის ჰორმუზს და არ მიიღებს კონკრეტულ შეზღუდვებს, ვაშინგტონი როგორც ჩანს მზად არის ზეწოლა ახალ სამხედრო ფაზად აქციოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ვყავდეთ. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვეთ მოწონება ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.